რადგან ხედავდი რომ ეს ხელისუფლება ევროპისკენ აღარ მიდის ცალსახად არასამთავრობო სექტორი თითქმის გააქრეს, გაანადგურეს სულ ფიქრობდი რომ რა ბერკეტი დამრჩა მე როგორც ჰაერის დამცველს და თუნდაც კლიმატის დამცველს რა ბერკეტი დამრჩა რომ თუნდაც მთავრობას ანუ სხვა სამინისტროებს იგივე ეკონომიკის სამინისტროს იუსტიციის ფინანსთა სამინისტროს რითი უნდა დაუსაბუთო რომ თქვათ ამ რეგულაციის შემოღება არის მნიშვნელოვანი აი ეს იყო ძალიან დიდი კითხვა ჩემთვის იმიტომ რომ თუ რამე გააკეთდა ბოლო წლებში და მართლა ბევრი რამე გააკეთდა ატმოსფერული ხარისხის მიმართულებით ეს იყო ან ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ფარგლებში ანუ ეს მიმაგრებდა ზურგს რომ გამქონდა თქვათ მთავრობაზე კანონები და კანონქვედებარი აქტები და ახალი რეგულაციები და რა თქმა უნდა ეკონომიკის სამინისტრო ამის მომხრე და მოსურნე არასდროს არ იყო მაგრამ ევროკავშირთან დაახლოების ზურგით ერთის მხრივ და მეორე იყო არასამთავრობო სექტორის აქტიურობა აი რუსთავის მაგალითი არის შესანიშნავი მაგალითი ამისა რომ იყო ძალიან აქტიური ჯგუფი გავიგუდეთ რომლისთვისაც ეს რუსთავის ჰაერის ხარისხის დაბინძურება იყო ძალიან სენსიტიური თემა და ამაზე მუშაობდა და საზოგადოებას აცნობიერებდა რომ ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და მთავრობამ დაინახა რომ ეს იმ ქალაქისთვის სენსიტიური თემაა და რაღაცა უნდა გაეკეთებინა რომ ეს პრობლემა ნაწილობრივ მაინც რაღაც დოზით მაინც გადაეჭრა და მართლაც ესე მოხდა. ანუ ერთის მხრივ არასამთავრობო სექტორის აქტიურობა, მეორეს მხრივ უფრო ძირითადად ევროკავშირთან დაახლოების აქტიურობა და რო ხედავდი რომ ერთიც მოკლეს და მეორეც მოკლეს ესე ვთქვათ ფიქრობდი რომ აი როდემდე გავქაჩავ, რამდენად შევძლებ იმას რისი გაკეთებაც მინდა და პლუს ამას ამძიმებდა კიდე ის ამბავი რომ ამ ხელისუფლების ხედვა, ქცევა, დამოკიდებულება ადამიანებისადმი ჩემთვის ყოველად მიუღებელი გახდა და როცა ასოცირებული ხარ ამ ხელისუფლებასთან, რადგან საჯარო მოხალისე სისტემის ნაწილად, რადგან ითვლები, ხო, თავისთავად სამინისტროში მუშაობ, ეს იყო უმძიმესი რამ, რომ აი ამ ჩემთვის მიუღებელ ქცევასთან ვიყავი ასოცირებული. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ ხაზგავსო, რომ უმძიმესი იყო, მაგრამ ჩემით არ მოვდიოდი და არც წამოვიდოდი მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცოდი, რომ ჩემი წამოსვლით კარგი არაფერი არ მოვიდოდა ამ ქვეყანას. და კიდევ ერთხელ ხაზგაუსმევ, რომ ამ ჰაერს ვთქვათ ყველანი აბსოლუტურად, მათ შორის მე თვითონ და ჩემი შვილები და ჩემს გარშემო თუ ვინმე მიყვარს, ყველა ამ ჰაერს ვთქვავს. მითხრეს რომ იციან რომ კარგი სპეციალისტი ვარ და კარგი ადამიანი ვარ, მაგრამ უნდა ჩუმად ყოფილიყავი, რაც შემთხვევით შეურაცხყოფელი შემოთავაზება პირდაპირ ვიტყვი და არასდროს არავისგან ესეთ შემოთავაზებას არ მივიღებ. ოჯახის მხარდაჭერა მქონდა, არა ყველა წევრის სიმართლე უნდა ვთქვა, მაგრამ საბედნიეროდ მქონდა მხარდაჭერა. რო არ მქონდა მხარდაჭერა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მაინც იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი, იმიტომ რომ ეს უკვე ეხება ადამიანობას და მე ვფიქრობ ამისთვისა ადამიანი გაჩენილი, რომ ადამიანი იყოს. ვცდილობ რომ მორწმუნე ვიყო ღმერთის წამს და ვიცი და ვიცოდი მაშინაც რომ შიმშილით არ მოვკვდებოდი და რაღაცას გამომიჩენდა ღმერთი და მართლა ღვთის ანაბარად ამტოვეს ესე ვთქვათ. ამიტომ
აი ამ კუთხით არ გამიჭირდა სიმართლე გითხრათ გადაწყვეტილების მიღება, არც კი დაუფიქრებულ ვარ სიმართლე რო გითხრათ, იმდენად შეურაცხყოფილი იყო ეს შემოთავაზება, რომ ჩუმად იყავი, ჩუმად ვიყო, ადამიანი არ ვარ, ესე იგი რაღაცა ისა ვარ საგანი, რომელსაც გამორთავ, ჩუმად იქნება და თუ დაგჭირდება, ალბათ აუწევ და იმ ხშირაზე დააყენებ, რომელზეც გინდა რომ იმღეროს და ანუ რაღაც ამას უნდა დავთანხმებოდი და ძალიან მინდა ეს ხაზგასმით აღნიშნო, რომ იქ არიან ადამიანები, ვისაც ესეთი პირობა არ წაუყენეს. იმიტომ რომ ზოგადად თქვათ არ არიან სოციალურად აქტიურები, თუმცა სულ არ მოწონთ რაც ხდება და საერთოდ არ ემხრობიან ამას. არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ ვინც წამოვიდა, ვინც გამოგვიშვეს, მხოლოდ ისინი ვართ ადამიანები და იქ რაღაცა ისინი დარჩნენ. ნამდვილად ესე არ არის. უბრალოდ მათ ხო ეგეთი წინაპირობა მათთვის არ წაუყენებიათ, იმიტომ რომ ისედაც არ აქტიურობდნენ სოციალურად და არანაირად შეურაცხყოფას არ ვაყენებ და წამოსulis დროსაც, აი როცა გავიგერო ესეთი ხმები გავრცელდა, რომ თითქოს მე აღარ მინდოდა იქ მუშაობა და მე წამოვედი და მე მომბეზრდა თუ რაღაც ესეთი სრული აბსურდი. აი მაშინ გამიჩნდა ეს დიდი გულისწყენა და ბრაზიც რომ მე ხო არავისთვის არ მithოვია რომ გვერდით დამიდექით და მოდი გავიფიცოთ ან ყველა ერთად და აი ჩემთან იყავით. ვიცი რომ უმძიმესი გადაწყვეტილებაა ეს და ვერავის ვერ მოვთხოვდი რაღაცა გმირობად არ ითვლება მე ვფიქრობ ჩემი საქციელი, მაგრამ სხვისთვის შეიძლება ეს იმდენად რთული ნაბიჯი იყოს რომ გმირობა ჩაეწვა, ვერავის ვერ მოვთხოვდი გმირობას და ვერავის ვერ მოვთხოვდი რომ მოდით აი გვერდში დამიდექით. არც მომითხოვია საერთოდ აი ხმა არ ამომიღია. და რადგან ალბათ ისტერიკები არ ავტეხე და არ გავგიჟდი და არ გადავირიე, ჩათვალეს რომ მოდი ეხლა ვთქვათ რომ არ მდომია ამას აქ მუშაობა, ესეთი მშვიდად წავიდა, ესე ვთქვათ, გაუშვეს და მშვიდად მიიღო ეს ამბავი. აი ეს ძალიან ყველაზე ცუდი ამბავი ეს იყო მთელ ამ ისტორიაში. ხმა გავრცელეს რომ თითქოს მინისტრს უნდოდა ჩემთან შეხვედრა და მე უარი ვთქვი და მე აღარ მინდა მუშაობა. მაშინ როდესაც შესანიშნავად იცოდნენ რომ არც სამსახური მქონდა ნაშოვნი, არც არანაირი სხვა შემოსავლის წყარო არ მაქვს და 4 შვილის მამა, ეს ყოველგვარი კომპენსაციის და ყოველგვარი იმედის გარეშე შემიწყდეს კონტრაქტი ანუ და ხო იყო ანუ ესე მე ძალიან ცუდი ხმები მომივიდა რომ თითქოს მე არ მინდოდა მინისტრთან შეხვედრა და მივწერე პირველ მოადგილესაც ვისი სახელითაც შემომითვალა თითქოს მინისტრმა რომ თუ ჩუმად ვიქნებოდი ის შემხვდებოდა და გამესაუბრებოდა ძალიან მიჭირს სიმართლე გითხრათ ამ თემაზე საუბარი. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ერთგვაროვანი სახის მქონე გამოხმაურება ჩემ ამბავთან დაკავშირებით. იყო ადამიანები, რომლებიც რა თქმა უნდა მხარს მიჭერდნენ. იყვნენ ადამიანები, რომლებიც მირჩევდნენ, რომ დავთანხმებოდი ამ შეურაცხყოფელ შემოთავაზებას. ისიც კი თქვეს რომ აი 2007 წელს თუ მიშას დროს ხო ჩუმად ვიყავით და თითქოს ეს კარგი იყო რომ ჩუმად ვიყავით და მეც ეს უთხარი რომ მაშინ რა შეცდომების დაუშვით, ახლა იგივე ხო და დაუშვათ. სხვის შეცდომაზე თუ ვერ ვსწავლობთ, ჩვენ შეცდომაზე მაინც ვისწავლოთ რომ არ შეიძლება იგივეს გამეორება და ისევ რაღაცა დიქტატორული რეჟიმის ხელშეწყობა, რომ თითქოს არაფერი არ ხდება. წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს მე არ ვიყავი რაღაც გადამწყვეტ ან მაღალ თანამდებობაზე, ვიყავი სპეციალისტი და მაშინაც სხვათა შორის მიშას 2012 წლის არჩევნებზე დეპარტამენტში სულ 2 ადამიანს არ მოგთხოვეს სიები, იმიტომ რომ იცოდნენ რომ მათი მხარდამჭერები არ ვიყავი და ერთ-ერთი მათგანი მე ვიყავი, ანუ მაგას ვერავინ ვერ იტყვის რომ მე
წინა ხელისუფლების მეხოტბე ვიყავი როდესმე ბოლოს ვიყავი სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე. და გაეროში ვიყავი ამ კონვენციის გრძელი სახელი აქვს, მაგრამ შემოკლებლად ჰაერის კონვენციას ეძახიან UNEC-ის შორმანძილებზე ჰაერის ტრანსსაზღვრო დაბინძურების კონვენციის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე ვიყავი. ალბათ იმ ხელას საფრთხეს ხედავენ ამ ადამიანებში, ვინც შეიძლება ჩუმად არ იყოს სამინისტროს შიგნით და ვისაც ალბათ რაღაც სიტყვა ეთქმის სამინისტროში, ხო ხა 21 წელი ვმუშაობდი და არავისთან ცუდი ურთიერთობა არასდროს არ მქონია. ყველასგან მხოლოდ პატივისცემას და სიყვარულს გრძნობდი. ალბათ ხო, ესეთი ადამიანები განსაკუთრებით საჭიროები არიან, რომ თქვათ, სხვებზე არ მოახდინონ გავლენა, რომ რატო ვარ ჩუმად და რამდენიმდე უნდა ვითმოთ, არ ვიცი ხო. რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია რომ მე იქ დავბრუნდე, გამორიცხულია, იმიტომ რომ პარტია მოვიდა იმ დაპირებით, რომ საჯარო მოხელე ოპოზიციონერი უნდა იყოს, აბარა და ეს ჩვეულებრივი ამბავი უნდა გახდეს. ამას გვეუბნებოდნენ 2012 წელს, როცა მოვიდნენ, რომ თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო და გამოთავისუფლეს ადამიანი, რომელსაც მითხეს, რომ ვიცით, რომ ოპოზიციონერი არ ხარ, მაგრამ რადგან მონა არ ვარ, ესე ვთქვათ და ღიად ვამბობ, რაც რისი თქმაც მინდა. ამის გამო გამოთავისუფლეს. შესაბამისად, ამ ხელისუფლების პირობებში ყოველად წარმოუდგენელია ჩემი დაბრუნება სამინისტროში და სხვათა შორის ეს ბოლო რეორგანიზაცია, რაც ჩატარდა სამინისტროში, იყო 21 წელია იქ მუშაობდი და არ დამიწყია თქვათ მაღალი თანამდებობიდან და 21 წელი მაღალ თანამდებობაზე არ ყოფილა, დავიწყე სტაჟიორად, შემდეგ უმცროს სპეციალისტად, შემდეგ სპეციალისტად, უფრო ყველა საფეხური გავიარე და ბოლოსკენ მოვედი დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. და რამდენი რეორგანიზაციას გამოვიარე, ალბათ წარმოგიდგენიათ, განსაკუთრებით წინა ხელისუფლების დროს მინისტრები იცვლებოდნენ ხანდახან 6 თვეში ერთხელ და რეორგანიზაციაზე და ამ ხელისუფლების დროსაც არ გვაკლდა მინისტრების ცვლა და შეერთება სხვა სამინისტროსთან, ადრე ცალკე იყო გარემოს დაცვის სამინისტრო. წარმოიდგინეთ, რამდენი რეორგანიზაცია გამოვიარე, მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა აი 20 წლის მანძილზე, რომ რეორგანიზაცია ჩატარდა ისე რომ დეპარტამენტის უფროსები, ხელმძღვანელები არ იყვნენ ჩართული ამ რეორგანიზაციაში. ანუ ჭკუა არ უკითხავთ, რომ მე რო შენ დეპარტამენტს დავშლი, ამით რა გაფუჭდება, ან რა გაკეთდება. და ეხლა როგორ უნდა დავიჯერო, რომ სონღულაშვილმა უკეთ იცის, თქვათ, ეს დეპარტამენტი როგორ ფუნქციონირებს, ვიდრე იმ ხალხმა, ვინც აქ აწლევლები იმუშავა და გარემოს სპეციალისტია და არ ვიცი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც არავის არაფერი არ კითხეს. არ ვიცი, ვინ გადაწყვიტა, ზემოთ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს ხალხი იქ უნდა გადავიდეს. თან როგორ იყო, იცით, ძალიან შეურაცხყოფილი იყო ასევე, რომ გადაწყვიტეს, რომ ამ სამმართველოდან ესა და ეს ადამიანი გადავა გარემოს ეროვნულ სააგენტოში და დაურეკეს, რომ შენ გადადიხარ იქ. ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა, რომ არა, მე იქ არ გადავდივარ. და არ გადავიდა, ხო და ანუ ხო ხვდებით დამოკიდებულებას იმ სამმართველოში და იმ დეპარტამენტში აღარ არის, ხო და წარმოიდგინეთ დამოკიდებულება ადამიანებისადმი. რომ აი ესე გადაუწყვიტეს ბედი, რომ შენი გადახვალ, აი კი არა რომ აი ფუნქცია გადადის და ვისაც სურვილი გაქვთ გადაყევით. არა, დაურეკეს, რომ ჩვენ თქვენი გჯერა და უნდა გადახვიდეთ და იმოთხა მე ამ საქმით არ ვიყავი დაკავებული და არ ვიცი მე საქმე რო გადავიდე რა ვაკეთო იქ. აი ესეთი რეორგანიზაცია ჩატარდა.